მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ არხზე, მათ ვინც არიცით და ჩემი გვერდის სტუმრები ხართ. მე ვარ ტაროლოგი, ეზოთერიკოსი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. მოდით დღეს ვნახოთ ზოგადად უახლოესი მომავლის სიტუაცია. რა სიახლეები იქნება უახლოესი მომავლის მდგომარეობით? ინფორმაცია, რაც წამოვა კონკრეტულად ენერგოინფორმაციული არხიდან, ამ ყველაფერ ინფორმაციას მოგაწოდებთ. პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მაშინ სადამე, პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში რა სიახლეები იქნება? მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც ახლოს არის, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ, პირველი, მეორე, მესამე, მათ ვინც ვერ მოასწრეთ არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში რა სიახლეები გელოდებათ. აქ რასაც მიჩვენეს პირდაპირ მნიშვნელობით პირველივე ინფორმაცია რაც მოდის, ეს არის ურთიერთობების თემა. პირდაპირ მნიშვნელობით ურთიერთობების სიტუაციები გილაგდება. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ეს არის კონკრეტულად მეორე ნახევართან არსებული სიტუაცია თუ გარშემოყოფებთან არსებული მდგომარეობა, ხო? ზოგადად ურთიერთობების სიტუაცია რაღაც უფრო მეტად სტაბილურ თემაში გადადის, უფრო მეტად ახერხებს საკუთარი თავის კონტროლს, ემოციების გაკონტროლება, შენ ქმედებებზე, შენს ფიქრებზე, ხო? უფრო მეტად სტაბილური ხდები პირდაპირ მნიშვნელობით. თუ რაღაცა მომენტში ქონდა დაძაბულობა სტოაზე ოჯახის წევრებთან ისე მეგობრების სიტუაციაში პირდაპირ დაალაგებს სიტუაციას. ურთიერთობაში გაურკვეველი პოზიცია იყო, ურთიერთობაში გილაგდება და ასე თქვათ სიტუაციური მდგომარეობა. ერთადერთი მომენტი რაც არის გასათვალისწინებელი, აქ რასაც მიჩვენებს მდგომარეობას, ხო? შენი მხრიდან არის საჭირო უფრო მეტი ჩართულობა და უფრო მეტი დამუშავება არსებული საკითხების. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად შეიძლება შენი მხრიდან იყოს ზედმეტად მოთხოვნადი სიტუაციები, ზედმეტად გინდოდეს რაღაცეებში ისე იყოს ყველაფერი, მოდი ესე ვიტყოდი, როგორც შენ გინდა. ზედმეტად შეიძლება იყოს პედანტური მიდგომების მქონე ადამიანი, ხო? როდესაც აი მე ეს მინდა, ესე უნდა იყოს და რაღაც ბუტიაობები მე შეიძლება ჩაგერთოს ხოლმე. გაითვალისწინეთ ის, რომ ყოველთვის ყველაფერს ფიზიკურად შენ ვერ გააკონტროლებ. ყოველთვის ყველაფერს ვერ გაწერ წინასწარ, რომ აი ესე იქნება, ესე იქნება. შესაბამისად ცოტათი უნდა ისწავლო დათმობის პოზიციებზე წასვლა, ჯიუტი ხასიათები მოიშორე. როგორც კი აი ამ ბარიერს გადალახავ არსებულ სიტუაციაში, პირველ ვარიანტს ძირითადად უფრო მეტად ამოდის მნიშვნელოვან ფაქტორში ურთიერთობების სიტუაცია და დასტაბილურება ცხოვრებისეულ ასპექტში, ყველაფერი რაც დაკავშირებული არის კომუნიკაცია ურთიერთობების თემებს. დამიწერეთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლება, რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული სიტუაციების, რაც ვისაუბრე, პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე უახლოეს პერიოდში რა სიტუაციები ექნება. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა ისევ და ისევ მენტალური ფსიქოლოგიის კუთხით. მენტალური და ფსიქოლოგიის მიმართულებით. აი აქ რასაც მიჩვენებს ამ ვარიანტის წარმომადგენლები, საკმაოდ ისეთი ხართ პესიმისტური დამოკიდებულებები გაქვთ ხშირად, რაღაცა ერთხელ არ გამოვა, მერე всё ჩაიხვევთ, რომ აი ეს მე არ გამომდის და ესე არ არის და აი მე რა ვაკეთო და ზედმეტად იცით ხოლმე სასოწარკვეთილებაში გადაშვება, ზედმეტად იცით ტრიალი და აი ეს რაღაცა თქვენი ეს ნეგატიური მდგომარეობა საკუთარი თავის დაპროგრამება იქამდე სანამ ფიზიკურ სხეულზე არ დაგარტყავთ და ცუდად არ გახდებით. მოიშორეთ ეს რაღაცა ნეგატიური აზროვნება. ხო, რაღაცა მოხდა, ხო? რაღაცა ისე არ წავიდა, როგორც გათვალისწინებული ქონდა, შეიქმნა პრობლემა. ერთხელ არ გამოგივა, ორჯერ არ გამოგივა, მესამეჯერ გამოგივა. ნუ იცი ზედმეტად გულთან მიტანა ყველაფერი სიტუაციებისა. ზედმეტად განიცდი ისეთ სიტუაციებს, რაც შეიძლება რომ პირობითად იმ მომენტში ვეღარ შეცვალო, ხო? უფრო მეტად იყავი პოზიტიურად განწყობილი, უფრო მეტად შეიყვარე საკუთარი თავი, უფრო მეტად დააფასე საკუთარი პოტენციალი, საკუთარი რესურსი, საკუთარი ფინანსები, საკუთარი ენერგია, რომელიც გაგაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალე, რომ შენ იქნები თავგანწირვის პოზიციაში გარშემოყოფებთან მიმართებაში, ზედმეტად ხარ ხელგაშლილი, ზედმეტად ხარ გადაყოლილი გარემო ფაქტორების სიტუაციებს, ხო ადამიანებს ისინი, ვინც დიდად არ იმსახურებენ.
სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ ვარიანტის წარმომადგენელი შესაბამისად ღებულობ იმ შედეგს, რაც გაქვს. უფრო მეტი სიყვარული საკუთარი თავისადმი და უფრო მეტი მოთხოვნები რეალურად რა გჭირდება ამ ცხოვრებაში და არა ის, რაც შენ გარშემო ყოფებს ჭირდებათ და გავალდებულებენ. აი აქ უახლოეს პერიოდშიც თუ ესე გააგრძელებ არსებულ სიტუაციებს და რჩები იმ ესე ვთქვათ წრის მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფები. და აქ პრობლემა არის ის, რომ ზედმეტად შენ აბედინებ არსებულ სიტუაციებში. შენ წირავ საკუთარ თავს, რომ სხვები ასეამონ. აქ ვერც მე, ვერც სხვა ვერ დაგეხმარება, თუ შენ საკუთარ თავზე არ იმუშავე და უფრო მეტად არ შეიყვარი და არ დააფასე საკუთარი თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ იქნები იმ წრის მდგომარეობაში, რომელშიც ხარ. დამიწერეთ რამდენად რეზონირდა და ცოტათი უსიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ მოსასმენად სიმართლე ყოველთვის არ არის კარგი, სასიამოვნო, რამდენად რეზონირდა თქვენთან. გადავდივარ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის როგორ იქნება უახლოესი პერიოდი? რა სიახლეები ექნება? უახლოესი პერიოდის განმავლობაში დავიწყებ იმით, რომ რაღაცა კონკრეტული სირთულეები უკვე გადალახული იქნება ფიზიკურ დონეზე, სანერვიულო თემები იქნება ეს, ფიზიკური ჩართულობა, მუშაობა, აქტივობა, თუ რაც არის, ეს ყველაფერი რაღაცა სირთულეების ჩახურვა არის, ხო? რაღაც სირთულეებიდან გამოსვლის პერიოდი არის. ერთადერთი მომენტი რაც არის, უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მამოძრავებელ სისტემას, ძლოვან სისტემას, მოდი ესე ვიტყოდი, ხო, სახსრები, ძვლები და ასე შემდეგ. პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა დისკომფორტი შეიძლება იყოს წელის არეში, ან კონკრეტულად ის, რაც ვახსენე, ხო, მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებით. აი ამას გაუმახვილეთ უფრო მეტი ყურადღება. თუ გაქვთ დისკომფორტი ან რაღაცა, დროულად მიაქციეთ ყურადღება. ექიმთან ვიზიტი იქნება, გადაკონტროლება თუ ნებისმიერი რამ. სიახლეების კუთხით, რასაც მიჩვენებს, ძირითადად აქ მიჩვენებს, რომ გაქვთ ბუტიაობის პერიოდი. ეს არ მინდა, ეს არ მინდა, კაპრიზნული პერიოდი, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? რაღაცა კონკრეტული შემოთავაზება, რაც არ უნდა მოვიდეს, შენთვის ყოველთვის დაუკმაყოფილებელი არის. აი რო იტყვი ხოლმე პრინცესა და პრინცეს თემაში. ის არ მინდა, ეს არ მინდა. რაღაცა ეს წუნიაობის თემის სიტუაცია არის, ხო? უფრო მეტად დააფასე ის, რაც რეალურად გაგაჩნია. როგორც არ უნდა კონკრეტულად იყო რაღაცა პრობლემურ სიტუაციაში, გახსოვდეს, რომ ყველაფერი არის დროებით სიტუაციის მაჩვენებელი. ის რაღაცა კონკრეტული სიტუაცია ხდება იმისთვის, რომ შენ გაიზარდო, იმისთვის, რომ რაღაცა ახალ ეტაპზე გადახვიდე, მოხდეს გააზრება, გაზრდის პროცესი. შენ თუ მუდმივად იწუწუნებ იმაზე, რომ როგორი ცუდი ასე თქვათ პერიოდი მაქვს და ასე შემდეგ, მით უმეტეს რომ ასე თქვათ ამ სიტუაციიდან თავადვე შეგიძლია რომ გამოხვიდე, ხო? შეთვალე რომ ეს ყველაფერი წუწუნად დაგრჩება. ამ ვარიანტის წარმომადგენლებს სჭირდება მეტი მოქმედება და მეტი ჩართულობა თავისი რეალობა რომ შეცვალოს. ლაპარაკობთ ეს გინდათ, ეს გინდათ, ეს გინდათ, რეალობაში არ მოყავთ ის რა საჭირო არის. უფრო მეტად მკაცრი უნდა გახდეთ და უფრო მეტად უნდა იყოთ, ესე ვიტყოდი, საკუთარი თავისადმი მომთხოვნი ტიპაჟი, არა ის, რომ სხვებს წაუყენოთ კაპრიზები, არამედ ის, რომ შენ შეცვალო შენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, შეხედულებების მიმართ, სიტუაციების მიმართ. რაღაცა არ მოგწონს, ადექი იმუშავე, გაასწორე ყველაფერი, შენივე მუშაობის ფონზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დარჩები იმ კაპრიზების თემაში და იმ სიტუაციების ბუტიაობაში ყველაზე და ყველაფრის მიმართ, რაც არის. ასე რომ მეორე ვარიანტი საკმაოდ გავს ეს მესამე ვარიანტი შეიძლება მეორე მესამეზეც გადმოვიდა რადგან არ მოეწონა საუბარი არც ამას არ გამოვრიცხავ მაგრამ რაც არის ეს არის პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე დამიწერეთ რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან გესურვებთ წარმატებას ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის